მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 36. უძრავი პროტონი და ალფა ნაწილაკი აჩქარდა ელექტრულ ველში ტოლი პოტენციალთა სხვაობის გარბენისასო, კარგი ჩავწეროთ ესე იგი მოცემული გვაქვს. რადგანაც გითხრათ რომ უძრავი პროტონი და ალფა ნაწილაკი აჩქარდაო, შესაბამისად საწყისი სიჩქარეები V0 პროტონის ტოლი იქნება V0 ალფა ნაწილაკის და ეს ტოლი არის 0-ის, რადგანაც უძრავნი იყვნენ. და ეს ალფა ნაწილაკი და პროტონი აჩქარდა ელექტრულ ველში ტოლი პოტენციალთა სხვაობის გარბენისასო. ესე იგი პოტენციალთა სხვაობა მეორე მხრივ ძაბვა, შესაბამისად ძაბვა ალფა ნაწილაკისთვის და ძაბვა პროტონისთვის ერთმანეთის ტოლია და მოდი ეს 5 ავნიშნოთ. ამის შემდეგო ისინი შეიჭრნენ ერთნაირ ერთგვაროვან მაგნიტურ ველებშიო ძალწირების მართობულად. ესე იგი B მაგნიტური ველი არის ერთგვაროვანი უდრის კონსტანტას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთგვაროვნება გამოიხატება იმაში, რომ მაგნიტური ველი სივრცის ნებისმიერ წერტილში, როგორც მიმართულებით, ასევე სიდიდით ერთმანეთის ტოლია. და ეს შეჭრის მიმართულება იყო ძალწირების მართობულად. თუ ძალწირების მართობულად იყო, მაშინ სიჩქარე გამოგვდის, ისე როგორც ალფა ნაწილაკის, ასევე პროტონის სიჩქარე მართობული B ველის. კი ბატონო, შემდეგ რა მოხდა? ალფა ნაწილაკს აქვს პროტონზე 4-ჯერ მეტი მასა და 2-ჯერ მეტი მუხტიო. კარგით, ესეც გავითვალისწინოთ. ესე იგი, რადგანაც ალფა ნაწილაკს აქვს პროტონზე 4-ჯერ მეტი მასა, მაშინ m პროტონს თუ ავნიშნავთ m-ის ტოლად, გამოგვდის, რომ m ალფა იქნება 4m-ის ტოლი. რაც შეეხება მუხტებს, q პროტონის მუხტს თუ ავნიშნავთ q-ი, რადგანაც ალფა ნაწილაკის მუხტი 2-ჯერ მეტი არისო, შესაბამისად q ალფა ტოლი იქნება 2q-ი. სიმძიმის ძალა შეგვიძლია უგულებელყოთ და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ, აქ 5 კითხვა გვაქვს ჩამოთვლილი და მასზე პასუხისგაცემა არის ჩვენი მიზანი. კარგით, მოდით ჩავწეროთ პირველი რა არის. პირველი ეს არის ნაწილაკების აჩქარებისას ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობების შეფარდება. ხო, ამისთვის მოდი გავიხსენოთ, რომ ძაბვა ზოგადად განიმარტება როგორც ელექტრული ველის მიერ შესრულებული ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა. შესაბამისად, U ალფასთვის გვექნება ალფა მუშაობა ალფა ნაწილაკისთვის შეფარდებული Q ალფასთან. მოდი ანალოგიური ჩავწეროთ პროტონისთვისაც, გვექნება U პროტონი ტოლი იქნება A პროტონი შეფარდებული Q პროტონთან. კი ბატონო. ეხლა გამომდინარე იქიდან რომ U ალფას და U პროტონიც მოცემულობით უსტოლია, მოდით ეს გავითვალისწინოთ, ამიტომ მოდით ამას მოვუშვი აქ. და როგორც ხედავთ, სისტემაში შემავალი ეს ორი ტოლობა ერთმანეთის ტოლი არის, ამიტომ გავუტოლოთ A ალფა შეფარდებული Q ალფასთან, ტოლი იქნება A პროტონი Q პროტონთან. გადავამრავლოთ ჯვარედინად, ჯვარედინი ნამრავლი მოგცემს შემდეგ გამოსახულებას A ალფა Q პროტონი, ტოლი იქნება A პროტონი Q ალფასი, ხო? შემდეგ აქედან რა გვექნება ჩვენ? აქედან გვექნება შემდეგი გამოსახულება, აქედან A ალფა, Q პროტონი გავითვალისწინოთ, რომ Q ტოლია, ხო? Q პროტონის მაგალითად დავწეროთ Q. ეს ტოლი არის, ეხლა Q ალფა 2Q ტოლია, ამიტომ აი აქ ჩვენ გვექნება A პროტონი და 2Q-ზე მრავლდება, ანუ 2A პროტონი Q გვექნება, ხო? ეს Q-ები შეგვეკვეცება, საიდანაც ნახეთ რა გამოგვდის, A ალფა შეფარდება A პროტონთან მუშაობების ალფა შეფარდება A პროტონთან, ტოლი გამოგვდის 2-ის, ხო? 2-ის. ესე იგი პირველში თუ დავწერთ ახლა ჩვენ პასუხს, პირველში A ალფას შეფარდება A პროტონთან, ტოლი ყოფილა 2-ის. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ შემდეგზე. ეს ასე გამოვყოთ, აი ასე. ახლა მეორეს რაც შეეხება, მეორეში რა გვაქვს შევხედოთ? ელექტრული ველის გარბენისას ნაწილაკების მიერ შეძენილი სიჩქარეების მოდულების შეფარდება გვაინტერესებს. ხო, აქაც მოდით გამოვიყენოთ, აი აქედან, აი ამ გამოსახულებიდან რა გვექნება? აქედან A ალფა ხო ტოლი იქნება Q ალფა პლუსი და აი ამ გამოსახულებიდან A პროტონისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის Q პროტონი U, ხო? Q პროტონი U, კი ბატონო. და ეხლა ეს არის მუშაობები ალფა ნაწილაკისთვის და პროტონისთვის, მაგრამ ეს მუშაობა ალფა ნაწილაკისთვის რაში დაიხარჯებოდა, ხო? მუშაობა იხარჯება კინეტიკური ენერგიის ცვლილებაში, ხო? შესაბამისად, ალფა თავის მხრივ ტოლი არის კინეტიკური ენერგიის ცვლილების, ანუ დელტა E კინეტიკური ტოლი არის. მაგრამ რადგანაც საწყისი სიჩქარეები 0-ის ტოლი გვაქვს, ამიტომ
საწყის მომენტში, დროის საწყის მომენტში, სხეულს, ისევე როგორც ალფა-ნაწილაკს აკრებს პროტონს, კინეტიკური ენერგია არ იქნებოდა. შესაბამისად, გვექნება მხოლოდ საბოლოო კინეტიკური ენერგია, რომელიც ტოლი იქნება mv ალფა კვადრატ ნახევრის და ანალოგიურად ეს ტოლი იქნება mv პროტონის კვადრატ ნახევრის. და ახლა უბრალოდ ავდგეთ და შევაფარდოთ, ხო? ესე იგი, ალფას შეფარდება აქედან გამოგდის, რომ ალფას შეფარდება a პროტონთან თავის მხრივ ტოლი ყოფილა mv კვადრატ mv ალფა კვადრატ ნახევრის შეფარდება გაყოფილი ქვედა გამოსახულებაზე, ანუ გამრავლებული 2 შეფარდებული mv პროტონი კვადრატთან, ხო? ეხლა აი ეს უკვე ნაპოვნი გვაქვს, ხო? აი ეს გამოსახულება, აი აქ ჩვენ ვიპოვეთ, რომ 2 ტოლია, ანუ აი ეს არის 2 ტოლი, ხო? ეს ორები შეგვეკვეცება, ოღონდ აქ ჩვენ მასები უნდა გაგვეთვალისწინებინა, ხო? m ალფა იქნება აქ და m პროტონი აქ. ეს არ გამოგვჩეს, იმიტომ რომ ერთნაირი მასა არ აქვს, ხო? განსხვავება არის 4-ჯერ. და აქედან ჩვენ რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ აქედან გამოგდის ჩვენ შემდეგი გამოსახულება. ესე იგი m ალფა v ალფას კვადრატი გვაქვს. შესაბამისად, m ალფა არის 4m-ის ტოლი, ამიტომ დავწეროთ 4m. ეს გამრავლდება v ალფას კვადრატზე. ეს უნდა გაიყოს m პროტონი არის ტოლი m-ის, m-ჯერ v პროტონის კვადრატი. ეს m-ებით შეგვეკვეცა და ეს ტოლი არის აი ამ 2-ის, ხო? აი ამ 2-ის ტოლი არის. ეს არის, ესე იგი, ეს 2 ტოლი გამოგვივიდა. ნუ საიდანაც რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ 4 გამრავლებული v ალფა კვადრატი შეფარდებული v პროტონის კვადრატთან ტოლი არის 2-ის. აქედან 4 გადმოვა მარჯვნივ, ესე იგი იქნება v ალფას კვადრატი შეფარდებული v პროტონის კვადრატთან, ეს არის 1/2. ნუ საიდანაც v ალფა v პროტონთან ტოლი იქნება, ტოლობის ორივე მხარეს თუ ფესვს ამოვიღებთ, 1 შეფარდებული ფესვი 2-თან. კი ბატონო, ესე იგი დავწეროთ მეორე შემთხვევაში v ალფას შეფარდება v პროტონთან, ტოლი ყოფილა 1 შეფარდებული ფესვი 2-თან და მოდი ირაციონალურობაც მოსპოთ ნიშნელში. რიცხველის და მნიშნველსაც თუ გავამრავლებთ ფესვი 2-ზე, საბოლოოდ მივიღებთ ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ მესამეზე, მესამე კითხვაზე. მესამეში გვაინტერესებს მაგნიტურ ველში ნაწილაკებზე მოქმედი ძალების მოდულების შეფარდება. ხო, ნუ მესამესთვის ეხლა ისევე როგორც ალფა ნაწილაკი, აგრეთვე პროტონიც დამუხტული ნაწილაკებია, შესაბამისად, რადგანაც ზოგადად დამუხტულ ნაწილაკზე მოქმედებს ლორენცის ძალა, ხო, როცა ეს დამუხტული ნაწილაკები მაგნიტურ ველში მოიქცევიან, ამიტომ პირველ შემთხვევაში f ლორენცის ძალა ალფა ნაწილაკისთვის, ეს ტოლი იქნება q ალფა v ალფა b, ხო? და აქ კიდე გვინდა სინუს ალფა, სადაც ალფა არის კუთხე ამ დამხტული ნაწილაკის სიჩქარესა და მაგნიტურ ველს შორის, მაგრამ ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ სიჩქარე და მაგნიტური ველი ურთიერთმართობ სიბრტყეში არის, შესაბამისად ალფა კუთხე იქნება 90 გრადუსი და სინუს 90 გრადუსი ერთის ტოლია, ამიტომ შეგვიძლია ეს მოვშალოთ აქ, რადგანაც ერთის ტოლია და იგივე გამოსახულება გვექნება პროტონისთვის, პროტონზე მოქმედი ძალისთვის, ესე იგი აქ გვექნება q პროტონი, p პროტონი, p. ნუ აქაც იგივე პროცედურა ჩავატაროთ, ნუ ზედა გავყო პირობიდან ქვედაზე. ესე იგი რა გვექნება f ალფას თუ გავყობთ, რასაც გვეკითხებიან f პროტონზე, ეს ტოლი იქნება q ალფა v ალფა b შეფარდებული q პროტონი v პროტონზე b, ეს b-ები შეგვეკვეცა, ხო? და ეს ტოლი იქნება q ალფა არის 2 q-ს ტოლი, 2 q-ს ტოლი. შეფარდებული q პროტონი q-ს ტოლი არის. ეს კიდე მრავლდება v ალფა შეფარდებული v პროტონზე. ეს q-ები შეგვეკვეცა და თუ გავითვალისწინებთ აი ამ მოცემულობას, ტოლობას, ეს ტოლი იქნება 2-ჯერ, აი ეს არის ფესვი 2 შეფარდებული 2-თან, იგივე ეს, ხო? 2 კიდე გამრავლდება, ესე იგი ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. ესენი შეგვეკვეცება და საბოლოოდ ვიღებთ, რომ ეს არის ფესვი 2-ის ტოლი. ანუ მესამე შემთხვევისთვის, მესამე f ალფას შეფარდება f ძალების შეფარდება, ლორენცის ძალების ტოლი ყოფილა ფესვი 2-ის. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხე
მაგნიტურ ველში ნაწილაკების მიერ შემოწერილი წელიწადების რადიუსების R-alpha შეფარდება R პროტონთან გვაინტერესებს. ხო, ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ალფა ნაწილაკი, ისევე ალფა ნაწილაკი, როგორც პროტონი მოძრაობს ერთგვაროვან მაგნიტურ ველში, ერთგვაროვანი მაგნიტური ველი იწვევს ამ დამუხტული ნაწილაკების მოძრაობას წელიწადზე, ხო? შესაბამისად, აი მოდით დავხატოთ თან, აი ასეთი წელიწადი ავიღოთ. აი წელიწადზე მოძრაობს, ზოგადად დამუხტულ ნაწილაკზე განვიხილოთ და მე კერძო შემთხვევისთვისაც გამოგვადგება. ეს არის მაგნიტური ველი B. ამ მაგნიტურ ველის მართო სიბრტყეში გვაქვს სიჩქარე, ხო? აი ეს არის V. ამას აქვს გარკვეული რადიუსი ამ წელიწადს R და შესაბამისად, ეხლა რადგანაც წელიწადზე მოძრაობს, ამას აუჩნდება ცენტრისკენული აჩქარება, რომელიც მიმართული არის ცენტრისკენ, ცენტრისკენ 0 და ეხლა რა იგზურებს ამ დამუხტულ ნაწილაკს, რომ იმოძრაოს, ხო? ეს გამოწვეული არის ლორენცის ძალის მოქმედებით. შესაბამისად, ლორენცის ძალა ამ ჩვენს დამუხტულ ნაწილაკს ანიჭებს აჩქარებას და ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, F ლორენცის ძალა ტოლია მასისა და აჩქარების ნამრავლის. თუმცა ამ შემთხვევაში აჩქარების როლში ჩვენ გვაქვს ცენტრისკენული აჩქარება, ხო? ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ცენტრისკენული აჩქარება ტოლი არის v კვადრატი შეფარდებული რადიუსთან, მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას mv კვადრატი შეფარდებული 1-თან, რომელიც თავის მხრივ რის ტოლი არის? ლორენცის ძალა თავის მხრივ ტოლი არის qvb-ს, წეღანას ვნახეთ, ხო? ეს თავის მხრივ ტოლია qvb-ს. ეს v-ები შევეკვეცება და აქედან რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგდის, რომ ჩვენ გამოგდის შემდეგი გამოსახულება r-ისთვის r ტოლი ყოფილა mv შეფარდებული qb-სთან. ხო? ხო, ეს არის ზოგადი შემთხვევა. ალფა ნაწილაკისთვის უბრალოდ აქ ინდექსები გავუკეთოთ, მოდით, რადგანაც რადიუსს გვაინტერესებს ალფა ნაწილაკის, ასე. და იგივენაირად მოვიქცეთ, მოდით, პროტონისთვის. პროტონისთვისაც გვექნება შემდეგი გამოსახულება m პროტონი, b პროტონი შეფარდებული q პროტონი b-სთან. ხო, B ორივესთვის ერთი და იგივე, ამიტომ არანაირი ინდექსის დაწერა არ არის საჭირო. აქაც ახლა მოდით გავყოთ, გვაინტერესებს ამათი შეფარდება. R-alpha-ს თუ გავყოთ R პროტონზე, ეს ტოლი იქნება M-alpha, V-alpha შეფარდებული Q-alpha B-სთან, ეს უნდა გაიყოს ქვედაზე, ანუ გამრავლდეს Q პროტონი B შეფარდებული M პროტონი B-ზე. უკაცრავად m პროტონი v პროტონზე, ხო? არ შეგვეშალოს v პროტონზე, ასე. ეს b-ები შეგვეკვეცა და რა გამოგვივიდა? ეხლა მოდით გავითვალისწინოთ, m alpha ხო 4m არის, ეს 4m არის. m პროტონი კიდე m არის. მოდი ამას მოვუშვი. ესენიც შეგვეკვეცება და რა დაგვრჩება, ესე იგი მოდით დავწეროთ, დაგვრჩება შემდეგი გამოსახულება 4-ჯერ q პროტონი Q-alpha-სთან დაგვრჩება, ეს კიდე გამრავლდება V-alpha V პროტონთან. ასე ბატონო ჩემო. და ახლა აქედან ჩვენ რა გამოგდის? ეს ტოლი იქნება Q პროტონი Q-alpha-სთან, Q პროტონი არის Q-ს ტოლი, Q-alpha არის 2 Q-ს ტოლი, ასე. და აი ეს გამოსახულება აქ რაც გვიწერია, უკვე ნაპოვნი გვაქვს, ხო? ეს არის ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. ანუ რა გვექნება? ეს Q-ები შევეკვეცა, აქ დაგვრჩა 2 და დაგვრჩა საბოლოოდ 2 გამრავლებული ფესვი 2-თან. ანუ გამოგდის ამ შემთხვევაშიც რა, რომ ჩვენ გამოგდის შემდეგი გამოსახულება. ეს ტოლი არის ფესვი 2-ის. აჰა, ესე იგი მეოთხე შემთხვევისთვისაც ჩვენ გამოგვივიდა, რომ პასუხი არის ფესვი 2, ხო? მოდი ჩავწეროთ ახლა ეს პასუხიც მეოთხესთვის რაც გამოგვივიდა. ესე იგი მეოთხესთვის რა გამოგვივიდა? R-alpha-ს შეფარდება R პროტონთან, ტოლი ყოფილა ესეც ფესვი 2-ის. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ მეხუთეზე. მეხუთეზე შევხედოთ, რა გვაქვს მეხუთეში. მეხუთეში აინტერესებთ მაგნიტურ ველში ნაწილაკების ბრუნვის პერიოდების შეფარდება რისი ტოლი არის. ხო, ახლა აქაც ჩვენ აი ეს გამოსახულება რომ მივიღეთ, სად არის რომელ გამოსახულებაზე გულისხმობთ? აი ეს გამოსახულებას რო შევხედოთ, აი ამ გამოსახულებას რო შევხედოთ, R-ისთვის მივიღეთ, ზოგადად R-ისთვის რა მივიღეთ? ესე იგი ზოგადად R-ისთვის, აი ამას ავწეროთ, ზოგადი ფორმულები ჩავწეროთ, mv შეფარდებული
Q-ს-თან ხო იყო? აქედან V გამოვსახოთ, ხო? აქედან V ტოლი იქნება QB-ერი შეფარდებული M-თან, ხო? მაგრამ ეს თავისუფლი ტოლი არის სიჩქარე, წრეწირზე მოძრაობის სიჩქარე, ისი ტოლი არის. ეს ჩვენი დამხვტვი ნაწილაკი მთლიან წრეწირს რო შემოწერს, გაივლის 2πr მანძილს. ანუ მანძილის შეფარდება, რა მანძილიც გაიარა, იმ დროსთან რა დროშიც ეს მანძილი გაიარა, ხო? ამ დროს კიდე როცა ერთ სრულ წრეწირს სიგრძეს შემოწერს, ამ დროს ჩვენ პერიოდს ვეძახით. ამიტომ ასეთი გამოსახულება გვექნება. აქედან ზოგადად პერიოდისთვის ვიღებთ, ტესტთვის ვიღებთ შემდეგ გამოსახულებად, T ტოლი არის 2 რის ტოლი იქნება, ესე იგი T 2, ხო, მოდით ახლა ეს ერი დიდი ერი თაგვაქვს, მოდით აღნიშნული. აი, აქაც ერი არის, რადიუსი ერი, რატომაც პატარა თი აღვნიშნე, ეს ერები გვეკვეცება და T გვჭება რისი ტოლი გვჭება 2πm-ი ფარდობა Q-ს-თან. ხო? შესაბამისად, T ალფასთვის ვიღებთ. T ალფა იქნება 2πm ალფა Q ალფა B-სთან. TB ტოლი იქნება, T პროტონი ტოლი იქნება 2πm პროტონი შეფარდებული Q პროტონი B-სთან. ეხლა ისინი შევაფარდოთ ერთმანეთს. T ალფას თუ შევაფარდებთ T პროტონთან პერიოდთან, რა გამოგვივა? 2πm ალფა გამოგვივა შეფარდებული Q ალფა მაგნიტურებთან გამრავლებული აი ამის შებრუნებულზე. ამის შებრუნებული კიდე იქნება Q პროტონი B შეფარდებული ახაც 2πm პროტონთან. M პროტონთან. ეს B-ები შეგვეკვეცა, 2π-ები შეგვეკვეცა და ეს ტოლი იქნება უგაცრავად ეს M პროტონი გვაქვს 2π უნდა შეგვეკვეცა. 2π-ები შეგვეკვეცა, B-ები შეგვეკვეცა, კი ბატონო. და რა დაგვრჩა, ესე იგი ეს დაგვრჩა ტოლი M ალფა M პროტონთან დაგვრჩა. და კიდე გამრავლდა ეს Q პროტონი Q ალფასთან. M ალფა მოცემულობით 4m-ია, 4m-ია. M პროტონი არის m-ია. აქ ბატონო ჩემო, Q პროტონი არის Q, აი ეს არის Q, მოუშალოთ ამიტომ და Q ალფა არის 2Q. აი ქვემოთ რა წერია, ეგ არის 2Q. ესენი შეგვეკვეცა და ეს ტოლი გამოგვდის 2-ის. შესაბამისად, საბოლოოდ მეხუთეში თუ დავწერთ პასუხს, ახლა ჩვენ მეხუთეში პასუხი ყოფილა T ალფას შეფარდება T პროტონთან 2-ის ტოლი.